ოლა! კარგი ხარ ჯონდი. დურა კონიაშვილი. ოლალა! აბა გამოიცანით ვინ მოუგო დიდოსტაც. დაკეტილი აეროპორტი გინახავს ოდესმე? We will have the Iron Man. ბლიცები ვითამაშეთ ძალიან ნორმალურად. მე მაგალითად 3 მოვიგე, 3 წავაგე, 1 ყაიმი. ბლიცი არ არის ჩემი ძლიერი მხარე და მაყოფილი ვარ ამ შედეგით. ნოდარმას პატარა საპრიზოსაც გამოკრა ხელი. Let's go on with 6th place. That's all. It goes to Nodar Lokipanice with 5.5. Georgia. გილოცავ ნადარ, გილოცავ. 5th place. Points, 6 punti, Gabriel Pecco. ყველი. შოკოლადები მოვიგე, რაღაცა კამფეტი რა. კარგად გავერთეთ ბლიცზე. ასეთი მოგრძალებული პრიზები, იმიტომ იყო რომ ბლიცი საერთოდ არ იგეგმებოდა და მოთამაშეების თხოვნით დაამატეს ეს ივენთი. აი რომში იმიტომ იყო იქ 300 ევროები და ფუფუნები და რაღაცები, რომ თავიდანვე გათვალისწინებული იყო. ბიუჯეტი იყო გაწეული. და ეს იყო უბრალოდ მოთამაშეებმა ითხოვეს, რომ გვაყომარეთო რა და დაამატეს და ეხლა ჩვენ წავალთ ეხლა სახლში და მოემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი ხვალინდელი მატჩისთვის. Ciao. Super. დაიწყო გადამწყვეტი ეტაპი. ტურნირის მეორე ნახევარი, ფინალური ეტაპი. აქ უკვე შეცდომების უფლება ნაკლებად გვაქვს. დღეს ძალიან საინტერესო მეტოქე ყავს ზურას, სამხედროს ეთამაშება, რომელიც არის ნატოს თასზე მესამე ადგილზე გასული კაცი. გითხარი რამე ორი სიტყვა შენს მეტოქეზე. სამხედროს ვეთამაშები ნატოს თასს რაღაც ქიმიური ნაშრომები და რაღაცეები აქვს და აგებსაც თუ აკეთებს და ჭადრაკშიც თუ მომიგო ერე. რა გინდა როქნა. შევეცდები დავამარცხო. ამ ბრძოლის ველზე. საქართველო 1-7 წელია ნატოსთან ასე ახლოს არ ყოფილა ჯერ რა. როგორც ზურა. Welcome to round number 6 of the Slovenia Chess Program 2020. ლუკამ თავის პარტია ძალიან ლამაზ სტილში მოიგო. ეს პოზიცია დაიმახსოვრეთ, კაროკანში აქ ეტლის მოგება არ შეიძლება. შავებს ეგონათ რომ რა მაგარია ეტლი მოვიგე, მაგრამ არ არის ეგრე საქმე. უცებ შეგიჯამებთ ეხა რა ხდება რა? შოთა არის პირველ ადგილზე 5 ქულით, ასევე სხვებიც არიან 5 ქულიანები. ზურა ნახევარქულაშია ლიდერებთან. ანუ ზურაც იბძვის ჩემპიონობისთვის, ბეში ესენი იბძვიან ჩემპიონობას. საპრიზოებისთვის მე და თორნიკესაც გვაქვს შანსები. ჩვენც გავაგრძელებთ ბოლომდე, გავწურავთ იქნება და რა ხდება რა. ცეს მე მგონი წამოვიღებთ ყველა მოგება აქ ძმას. და ნოდარი რას აპირებს არ ვიცი. მოიგო დღეს და ხვალ ნახოთ შეიძლება სერიოზული მეტოქე ყავდეს, მაგრამ ნოდარი წყნარად მშვიდად თავის საქმეს აკეთებს. ჯერჯერობით ყველაფერი არის ლამაზად. ამიტომ ნახოთ წინასწარ არ ვილაპარაკოთ და ხვალამდე რა. საჭმელად გამოვედით. და ბიჭებმა შეუკვეთეს პიცა. იმჯელეს და თქვეს რომ
2 ცალი პიცა შევუკვეთო და თითო მეტრიო რა და მეთქი ახლა ბიჭებს არ ვიცნობ აქ გავიცადი რამე შიდა იუმორი აქვს მეთქი რა ერთმანეთში ეგრე გადაობენ მეთქი რა და მოვიდა ეს პირველი მეტრი მოვიდა ახლა და მიმტანმა მეორე მეტრი მალე მოვაო მართლა 2 მეტრი პიცა შევუკვეთეს აბა არა შუაში შუიდან ჭამა ეგრე სად არის ეხა რა A წერტილიდან ჭამთ B წერტილიდან ჭამთ და ვინ მივა პირველი ფინიშის ხაზთან ძმაო ეგრე არის რა სტატისტიკის მოყვარულებს გეტყვით რომ 4000 კვადრატული სანტიმეტრი პიცა შევჭამეთ. და წინა ვიდეოში რომ გითხარით დავიკლებ მეთქი, მინდა ბოდიში მოგიხადოთ. თითო შოთი ადგილობრივი ლიქიორი გვაჩუქეს ყველას, ეგეთი წესი გქონიათ 2 მეტრ პიცას თუ შეჭამ, ლიქიორს გჩუქნიათ. გაუმარჯოს მე ბაბა. აშკარად. ამ კაცს გაუმარჯოს ამ კაი კაცს. ესეც 16 დალებდა კაცი. მეშვიდე ტური მეგობრებო, დღეს მნიშვნელოვანი დღეა. დღეს ნოდარი ხვდება 17 წლის საერთაშორისო დიდოსტაც ამერიკელ ამომავალ ვარსკვლავს და ნოდარმა გადაწყვიტა რომ ითამაშოს შეტევაზე, მოგებაზე, შავებით და იცით როგორ მივხვდით ამას? ნახეთ როგორ გამოიწკიპა. დღეს სექსუალური პარტია უნდა ითამაშოს ნოდარმა რომ თუ ისე მოხდა რომ ეს პარტია ისტორიაში შევიდა, მაგრამ ფორმაში რო იყოს, კაროჩე და დაიკიდე ამომავალი ვარსკვლავი არა ისა წადი მეთქი შეუტიეთკო და ამ ჟაკეტითო მაგიზე დავატირე და წავიდა ჩაიცვა და ეხა მივდივართ შეტევაზე რა. წავედით რა. დღეს საღამოს ფეხბურთია თან ტურნირი რა. და მწვრთნელი იქნება. მონაწილეები ფეხბურთსაც ვითამაშებთ საღამოს, მაგრამ ჯერ მხოლოდ ჭადრაკზე ვფიქრობ. ძურა, რას აპირებ დღეს? თამაშს. აურა მენა საოცნებო რესპონდენტი არის რა. აი საოცნებო რესპონდენტი არის რა. ოჩახ ზურა რა. შენ ესე იგი მალადეც. მეშვიდე ტურში ზურამ ყაიმი გააკეთა, ლუკამაც ყაიმი გააკეთა, თორნიკე მოიგო, დანარჩენებზე უფრო ცლად გეტყვით. უკრაინელ მოწინააღმდეგესთან ძალიან საინტერესო პარტია გათამაშდა, დებიუტში დაუშვა შეცდომა. დავსაჯე ამ შეცდომის გამო. ხედარი G4-ის შემდეგ უკვე E5-ზე კარგავს პაიქს, იმიტომ რომ F4-ით ვერ იცავს E5 პაიქს, იმიტომ რომ ჩანგალი ემუქრება. იძულებულია დათმოს პაიკი, ითამაშა მხედარი C3 ლაზიერი E5, მოვიგე ეს პაიკი, თან ემუქრების შამაც, ერთადერთი სვლა არის G3 და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. აქ მქონდა დათვლილი ასეთი კომბინაცია. მხედარი კლავს E3-ს, FE ლაზიერი E3 ქიში, მეფე H1, კუკლავს C3-ზე და შემდეგ თეთრებს აქვთ საინტერესო სვლა. შავებს უწევთ ლაზიერის შეწირვა და ამ პოზიციას კომპიუტერი აფასებს მოგებულად შავებისთვის, მაგრამ ჩავთვალე რომ ადამიანისთვის ამ პოზიციის მოგება იქნებოდა რთული კომპიუტერისგან განსხვავებით, ამიტომ არ წავედი ამ შეწირვაზე, თუმცა შეიძლებოდა ბევრად უკეთაც გაკეთებულიყო ყველაფერი. აქ იყო გენიალური სვლა B5, რომლის მიზანიცა კუს გამოუთავისუფლოს B7 უჯრა, თეთრები მოკლავენ B5 პაიქს და ამის შემდეგ უკვე გაცილებით უკეთ მუშაობს შეწირვა, რომელიც დათვლილი მქონდა. უკვე აღარ მუშაობს ეტლი F3 სვლა, იმიტომ რომ კუს აქვს B7 უჯრა. B5-ს უყურებდი, მაგრამ აქამდე ვერ დავითვალე, ბოლომდე ვერ გავთვალე ეს ყველაფერი. ამიტომ ვითამაშე ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, წყნარი სვლა ლაზიერი H5, რომელიც კომპიუტერულად ასევე კარგი სვლა, მაგრამ აი ამ მომენტში დაუშვი შეცდომა.
რის შემდეგაც ფაქტობრივად გათანაბრდა პარტია და ვეღარ მოახერხე გამარჯვებამდე მიყვანა ამ ყველაფრის. აი B5 რო დამენახა, 1 წელი მოგაბეზრებდით თავს ჩემი ტრაბახით, რომ რა მაგარი რაღაც დავთვალე, მაგრამ ყაიმით დასრულდა ეს პარტია. შოთას ჰქონდა უმნიშვნელოვანესი მატჩი მეორე დაფაზე. ძალიან დაძაბული პარტია იყო, მაგრამ ენდშპილში კლასის ხარჯზე მოუგო შოთამ და ამ მოგებით გადავიდა პირველ დაფაზე. ნოდარმა ყაიმი გააკეთა გრანდმასტერთან, თან მოხუც გრანდმასტერთან და რამე კი არა. ამომავალ ვარსკვლავთან, სუპერ ბავშვთან, რაღა ბავშვი 18 წლის არის უკვე და 2500 რაღაცა აქვს და სუპერ მოჭადრაკეა და ნოდარს აქვს თეორიული შანსი, რომ დიდოსტატის ბალი შეასრულოს. ეხლა წავიდეთ ფეხბურთი ვითამაშოთ, იმედია, ბევრი გუნდი იქნება და მარტო ჩვენ არ ვითამაშებთ რა. არც ფორმები გვაქვს, არაფერი არ გვაქვს, ფეხზე რა ჩვეულებრივი ტუფლები გვაცვია და მაგრამ აინც ბიჭები გავალთ ყველაფერს დავდებთ. საფეხბურთო ტურნირში მონაწილე გუნდების სახელები აღარ მახსოვს, ამიტომ ყველა ლოგო და გუნდის სახელი მე გამოვიგონე. ტურნირში მონაწილეობენ უჯარიმოდ, საფეხბურთო კლუბი პიზა, სარდინიის ქუთაისის ტორპედო, ბოლონეზე, საფეხბურთო კლუბი გრანდმასტერები და ეს ბოლო გუნდი მართლა არსებობს კანადელი სტრიმერის გუნდია. ჩვენ ეროვნული ნიშნით დავიმატეთ ხალხის მაგაცობით ნიშნით და იქ საფეხბურთო ნიშნით დაიმატეთ. ძალიან დარხეული. მაგაცობა გადაგვარჩენს. ერთი ბავშვი და ერთი თურქი მოჭადრაკე არც ერთმა გუნდმა აიყვანა, ამიტომ ჩვენ შევიკედლეთ. აიმე რა საკეთებს, თუ როგორ გონდვიასული. კარგი ხარ. შედევა ჩვენ კარებთან. ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი წავაგეთ, ამიტომ გადავწყვიტე რადიკალური ცვლილებებისთვის მიმემართა. გამოვდივარ კარიდან, მივდივარ თავდასხმაში, სხვა ყველა დგება დაცვაში. ჩემი პირველი გოლი ვერ დააფიქსირეს კამერებმა, მაგრამ არ ინერვიულობ, კიდევ ბევრს გავიტან. Bravo! Boyşore. Oba! There's no sign, bro. Bravo! Arge. კი, აბა რა, შეჩე. იქ გზელი პასები ხა არ გადიოდა და. ხო, ясно. აი, ბიჭო, ძალიან სტრიალებს ეს სამჯერ ნაღამ გავიხიე შუა. გაწურა, რა გინდა ძმა? მეგონი ესე უნდა გავაგრძელოთ რა. მე შანსს დაველოდები წინ, აქეთ ავტობუსი რა. აი პასი. აია, Opa! MVP. ოჯახჟანდი. ჯგუფიდან გავედით და ნახევარფინალში ხვდებით დიდოსტატებისგან დაკომპლექტებულ გუნდს.
რა მოხდა? რა დავდები ჯანს ხარმა კაცმა ქვეყნისთვის. ოჯახ ზიზო, ოჯახ. სარუჭკით რატო თამაშო? ბიჭო, ელეგანტური. ისიც ვარ და ახლა აროჭკას მეწვევა მაგრამ. მაგარ ფორმაში ხარ ბრატ. იმენა სპორტსმენია. რადგან არც გვაცვია, არც გვახურავს. სუქნების ვართ და მეგობრობის ნიშნით არის გუნდი დაკომპლექტებული და არა შესაძლებლობებით. ეგეთი ტაქტიკა მოვიფიქრეთ, რომ ავტობუსს ვაყენებთ როგორც მოურინიო და აჰა. წინ რამე მერე იქნება. წინ ჯანის ხარჯზე რაღაცა უნდა ვქნათ. აჰა. ბიჭო, როგორ მომტრევდა იმენა ხვალ. იქ იმენა მალეცელი იყო. გადაფრენა დამჭირდებოდა ეგრევე. მაგრამ გზაში გადავიფიქრე, წაქცეო მე ბარი გავიტანო. წერო იმენა. რონალდინიო ხარ თვა. ოჯახ. დაინა, ხო. იდეალური იყო. არა უშავს. ერთი. უიმე. ჯავახ შეჩადი ბიჭო. ჰოლა. ო. კარგი ხარ. ო მოგატყვა, კარგი იყო, არა უშო. ჰოლა! კარგი ხარ ჯონდი. ხოჯა. ფინალი და ამოწყენით ბიჭებო. კი ამოწყდით, მაგრამ ფინალისტვის ერთი შეცდომა დაუშვით. არ დავისვენეთ. პირდაპირ შევედით ფინალის სათამაშოდ, რა ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იყო სუქნებისთვის. კარგი ხარ ზური. ო კარგი ხარ. ო მიდი ჯონდი. ოხ კარგი იყო. რანაირად გაგიძურათ ბიჭო, კაი 4 კაცი იყავი. ბიჭო, ვერ მივხვდი როგორ შემოვიდა, აქ რანაირად შემოვიდნენ, ეგრე უცებდა. გუშინდელი ფეხბურთის მერე ყველაფერი მტკივა. კაი დღე იყო რა, ყოფილი ვართ ბიჭებმა დავდეთ ყველაფერი, ყველაზე ცუდი გუნდი ვიყავით. აი ყველაზე ცუდი გუნდი. ერთი შორტიანი კაციც არ ვყავდა. ერთი კაციც არ იყო შორტი. ფეხსაცმელზე აღარა ასლ საუბარი. ბრძოლის ხარჯზე ავდექით და ფინალი დავდეთ მაინც რა. ყველაზე ცუდმა გუნდმა ფინალი დავდეთ. სამაგიეროდ ჭადრაკში არ ვართ ყველაზე ცუდები. მეტიც შეიძლება ისე გამოვიდეს, რომ ამ ფესტივალის ყველაზე წარმატებული ნაკრები ჩვენ ვიყოთ. ნახოთ, წინასწარ არ ვისაუბროთ რა. ნოდარი დღეს ხვდება გრანდმასტერს. საშიში კაცი. რა გაქვს მომზადებული? ბიჭო, ანუ დასაკარგი არაფერი არ არის. რა ხო ვიძახდით ოპტიმისტურად ვარ მეთქი განწყობილი და რაღაცა შანსები რომ დარჩაო კარგია რა. რაღაცა მივაწვეთ ბოლომდე. წახვალ მოგებაზე? მაქსიმალურად. ზურაში რა საფარი? მე ვაპირებ ნოდარს დავაკვირდე. რომ მოანდომე შენ ძმაკაცებს ჭადრაკში დაბრუნება, იგებს ახლა ბედივიზიონს. მე? ძალიან კაი.
მე დღეს მოვიგებ, დავბრუნდები ლაივ დაფაზე. დღეს არის პირველი დღე, როცა ლაივ დაფაზე არ ვზივარ. ყველა ახალი ადამიანი, რომელიც ჩვენს ბლოგში ნახეთ, არის ზურას ბავშვობის მეგობარი. ჩვენ ხო ზურას მოვანდომეთ ჭადრაკის თამაში. ზურამ კიდე თავის მეგობრებს მოანდომა ჭადრაკის თამაში. ორმა კაცმა დავიწყეთ, ამ ტურნირზე უკვე ერთი ავტობუსი ვართ ჩამოსული. და მგონია რომ ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება, რაც ეს პროექტი წამოვიწყეთ. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ტურნირი და მე დარწმუნებული ვარ რომ კარგად დასრულდება, ჩემთვის ყველაზე დიდი გამარჯვება არის ის, რომ ადამიანებს ნელ-ნელა ვანდომებთ ჭადრაკში დაბრუნებას, თუნდაც ახლა full time-ზე და მთელი ცხოვრებით შეიძლება ვერ ბრუნდებიან, მაგრამ ცოტათიც რო ბრუნდებიან და ისევ საქმეში რო არიან, აი ეგ არის ჩემთვის ყველაზე დიდი გამარჯვება რა. მერვე ტურში მოიგო ყველამ. ჩემს გარდა მე ყაიმი გავაკეთე. ეს პარტია დაიმახსოვრეთ მეგობრებო, ეს არის ისტორიული პარტია. პირველად უჯარი მოდის ისტორიაში, რაც ეს პროექტი წამოვიწყეთ. დამარცხებულია საერთაშორისო დიდოსტატი. აბა გამოიცანით ვინ მოუგო დიდოსტატს. შენ ხوار მოუგე. შენ ხوار მოუგე დიდოსტა. ვინ არისო პატარა მაესტრო ინტერნაციონალეო. ცით 13 პუნქტი ბოლოს ოდის მოვიმატე ტურნირში? ბავშვობაში? 2020-ში ალბათ რა. 2427-ზე რაც ავედი, ანუ პიკი რომ მქონდა, იმის მერე 13 პუნქტი აღარ მოვიმატია. 10 საშუალოდ რა. ამ დონის ტურნირზე 13 პუნქტის მომატება არის უტოპესი შედეგი და თან საპრიზოს შანსია რა. ხვალ ეხა შავებით ძალიან ძნელი იქნება ეგრე მოგებაზე ხვალას უეჭველე დიდოსტატს ხვდებით. მე ყაიმი გავაკეთე, რა ვერაფერს ვერ უშვები ამ ტურნირზე ხალხს, აი ვერაფერს ვერ უშვები რა. წვალობ მე ბოლოს ყაიმით ვამთავრებ ხოლმე რა. ალბათ ლოგიკურიც არის, ეხა ეს ხო არა ვარ, მაგრამ ჰოლივუდის ფილმი ხო არ არის, რომ 35 წლის ასაკში დაბრუნდა კაცი ჭადრაკში და სასწაულები გააკეთა. მაგრამ ერთხელ მოხდა ეგ უკვე რა და მეორეჯერაც მოვახვდინოთ მე. ნახოთ, წინ არის ჯერ კიდევ ყველა. ნახოთ, ხო. კარგი, მოდი ხვალ დაგიბრუნდებით რა, თორე დღეს ძალიან ბევრი კაი რაღაცის თქმა მინდა, მაგრამ მოდი გადავხვდეთ და ერთად დავიძახოთ მე ისა, ჰოპ. მეცხრე ტური მეგობრებო, ისტორიული დღე. პირველ დაფაზე ბეში ქართველი ზის, მეორე დაფაზე ბეში ქართველი ზის, მესამე დაფაზეც ქართველი ზის. არის შანსი, რომ პირველი, მეორე, მესამე ადგილი მთლიანად ჩვენ წამოვიღოთ. თო, ამიტომ აქ დავასრულებ ლაპარაკს და დაგიბრუნდებით ტურის შემდეგ. მეცხრე ტურისთვის ნოდარი აღარ გამოიპრანჭა, რაც უდიდესი შეცდომა იყო ჩემი აზრით. მეცხრე ტურში გვაქვს 3 გენიალური ამბავი და 1 გულდასაწყვეტი. B დივიზიონში ყველა საპრიზო ადგილი წამოვიღეთ ქართველებმა. C-ში დამარცხდა ლუკა მოულოდნელად და მეორე ადგილზე გავიდა, რაც მაინც ძალიან მაგარი შედეგია. ბოლო ტურში თორნიკე ხვდებოდა მოწინააღმდეგეს, რომელსაც თითქმის 100 პუნქტით მეტი ჰქონდა მასზე, მაგრამ თორნიკეს რეიტინგი არ აინტერესებს. თორნიკე ყველასთან მოგებაზე თამაშობს, მოიგო კიდეც და საპრიზო მეორე ადგილი თორნიკე წერეთელს. ბოლო ტურში ვითამაშე იტალიური დებიუტი, ცხოვრებაში პირველად არასოდეს მითამაშია ეს ოპენინგი ეგრეთ წოდებული. ძალიან რთულია ახალი რეპერტუარის პრაქტიკაში დანერგვა, გამოცდილება სჭირდება ყოველთვის, მაგრამ საბედნიეროდ ჩემი პირველი იტალიური პარტია დასრულდა გამარჯვებით. უნდა ვთქვა, რომ ძალიან მაგარ ბავშვს ვეთამაშებოდი, რომელმაც ამ ტურნირზე რამდენიმე 1900-იანი მოთამაშე დაამარცხა, დიდი მომავალი აქვს ამ ბავშვს. იმედია ჩემთან წაგების შემდეგ ჭადრაკზე გული არ აუცრუდება. ბოლო ტურში ზურამ ითამაშა შესანიშნავად, ლამა სტილში მოიგო და ზურამ და თორნიკემ დააგროვეს თანაბარი ქულები.
საჭირო გახდა დამატებითი მაჩვენებლის დათვლა, რომელიც ასევე თანაბარი აღმოაჩნდათ და კიდევ მეორე დამატებითი მაჩვენებლის დათვლა გახდა საჭირო, რაშიც აჯობა თორნიკემ. ისევ ძმაკაცი თუ გაგიკეთებს ამას. Thanks to the region of Sardinia, departments of sport. Okay, players with 7 points. We have on the third place with 7 points, Jan Nepomniachtchi. On the second place, always with 7 points, is Haik Murtoshian. Not Tiroshian, I'm sorry. Okay, I have to learn it before. And the winner of the tournament with 7.5 points, it's Frederick Swane from Germany. .5 point, which is Luca Nazzauri. And we call the winner out of the C tournament is Belhadi Ilyas with 8 points. Congratulations again to all the 3 winners. So in the B group we have some players with 7 points, and then the third place out of them got Zurab Kondiashvili. Oh la la! From Georgia, yes, yeah. And the second place, always with 7 points, Tornike Tsereteli. Another good Georgia. Oh, this is the first one. So next time it means this is the Georgian Championship with some foreign players. So also the first one from Georgia with 7.5 points is Shota Kodashvili. Argebi xar baч. How you do? Now it's enough. ოპერატორობად შეითავსა. გაგაცნობთ საერთო ჩათვლის შედეგებს ქვეყნების მიხედვით. გერმანია 1 ოქრო, ალჟირი 1 ოქრო, სომხეთი 1 ვერცხლი, რუსეთი 1 ბრინჯაო, იტალია 1 ბრინჯაო. რაც შეეხება საქართველოს 1 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო. სარდინიის ტოპ ტურნირის საუკეთესო სახელმწიფო უდიდესი უპირატესობით გახდა საქართველო. Grazie! Thank you again. პატიკო, დაკეტილი აეროპორტი გინახავს ოდესმე? ცხოვრებაში პირველად მოვედი და აეროპორტი არის დაკეტილი. მაგრამ შენ გული არ გაიტეხო პატიკო, მე მყავს ნაცნობები დავრეკე და ქოთნის ქვეშ არის გასაღები და აგერ ავწევ ახლა ამას და გასაღები იქნება აქა და სადღაც აქ დამიტოვეს გასაღები და გავაღებ გავფრინდებით კაცო შენ არი ფიქრო ჩავრჩით და რაღაც აქ რომ ან ამ ქოთანში სადღაც აქ დაგიტოვებო გასაღებს მანანა ის არის მოვა მანანა და თუ რამე ის მაინც გაგვი ხო კაცო მალე ხა მას ვიზამთ რა ქვია გაგვიღეს პატარა ინციდენტი მომხდარა თურმე რომ ზურას გაყოლია გასაღები გაიგე და აი ხა მეორე გასაღები
ნანას ქონდა და ეხა შემოვედით და ეხა არ თავი შინაურულად ეხა არ მოგერიდოთ აი იქ შედით რა მოთავსდით არ არის პრობლემა რა პატიკო შენ გახსენდება ისეთი გასვლა ტურნირზე პრიზების გარეშე რომ წამოვსულიყავით არ არსებობს აი ახლა გითხრა აბა ესე იგი C დივიზიონი მეორე ადგილი რამდენი ევრო ძმა 800 ევრო მეორე ადგილი 800 ევრო ერთი B დივიზიონი მესამე ადგილი რამდენი ევრო ძმა 700 ევრო აგერ თავისი მესამე ადგილი აგერ მეორე ადგილი B დივიზიონში აგერ პირველი ადგილი მაყუთები როგორ არის ძმებო 1500 ხო რა ვქნათ ახლა მეტი რა 32 ადგილი 200 ევრო 200 ევროც A დივიზიონში ბრწყინვალე ტურნირი ქონდა ნოდარს ცოტა დააკლდა დიდოსტატის ბალის შესრულებამდე რაც არც კი გვიფიქრია რომ მოვდიოდით აქ რა უბრალოდ კარგი ტურნირი უნდა ჩაგვეტარებინა და 11 ქულა რეიტინგში მოიმატა ნოდარმა ხო და მე მგონი ჩვენ უკვე აღარ ვხუმრობთ თავარი გამარჯვება რა არის იცი რომ დავიწყეთ ორმა ადამიანმა მე და ზურამ ტურნირებზე სიარულით და ნელ-ნელა გვემატება ხალხი გვემატება და შეიძლება full time ეს ხალხი ჭადრაკში არ დაბრუნდეს მაგრამ ცოტათიც რომ დაბრუნდნენ გაცილებით მეტი ინტერესი და პოპულარობა ექნება ჭადრაკს და მე მგონი რომ ჩვენ კიდე გავიზრდებით და გავიზრდებით ყველაზე მთავარი რა არის იცი რომ აი ეს ადამიანი დამპირდა რომ YouTube-ზე კონტენტს გააკეთებს. იბატონი არხსაც შექმნის. არხს რო შექმნის, აღწერაში ჩავაგდებ ლინკს და გამოიწერეთ. ნოდარის არხი გამოიწერეთ. ჩემი არხი გამოიწერეთ და ჩემი ოცნებაა რომ 1.7-8 წარმატებული საჭადრაკო YouTube არხი არსებობდეს ამ ქვეყანაში და მეტი კონტენტი საჭადრაკო კონტენტი YouTube-ზე და ერთად ყველაფერი გამოგვივა. მადლობა თქვენ და აბა ჩვენ ვიცით ბიჭებო, კაი საქმეები ვაკეთოთ, ეცადოთ მაინც. არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ და კაი საჩუქრები მომავალშიც იქნება. 20000 გამომწერზე უკვე თითქმის ავედით და ყველაფერი იქნება ლამაზად. კროკოს მადლობა, რომ ეს ახლა მართლა მსოფლიოში საუკეთესო ოფენია. მართლა. მსოფლიოს ორგზის ვიზე ჩემპიონი გავიდა მესამე ადგილზე. და ამ ტურნირზე მაგალითად B დივიზიონი გადავაწითლეთ 3 საქართველოს როშები. ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ ცოტათი მომინდომეთ მეც, ატიკომაც, ნოდარმაც, ზურამაც, ბიჭებმა და საერთო აი ძალების გაერთიანებით მოხდა ეს. ერთად ვართ ხალხო ძალიან ძლიერები და ამიტომ ეცადოთ რომ ერთად ვიყოთ და ერთმანეთს დავეხმაროთ, ერთმანეთს უბიძგოთ რომ ჩვენი პოტენციალი გამოვიყენოთ რა. და მე მგონია რომ ჩვენი რიგები საჭადრაკო კლუბი უჯარი მოდი კიდევ შემოიმატებს ახალ წევრებს, ეგეთი ეჭვი მაქვს რა. მეც მიგზნობს გუის. და ბევრი კარგი ადამიანი კიდე იქნება ჩვენს გვერდით და კროკოს გარეშე ეს არ მოხდებოდა სხვათა შორის რა. მადლობა რა, ეხა რა, ამდენი პრიზი მიგვაქვს და მეტი რა ვქნათ ეხა რა. კარგად ხალხო.